2021 წლის მასწავლებლთა სერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში პირველი ვარიანტი, ამოცანა ნომერი 21. ნახატზე გამოსახული სისტემა წონასწორობაშია, ჭოჭონაკზე ჩამოკიდებული ტვირთის მასაა m-ი, ხახუნი და ჭოჭონაკებისა და თოკის მასა უგულებელყავით, განსაზღვრეთ ერთგვაროვანი ღეროს მასა. მოცემული გვაქვს, რომ ხახუნი ტოლი არის 0, არ გაითვალისწინოთ უკითხეს, აგრეთვე ჭოჭონაკის მასა ტოლი არის თოკის მასის და ეს ტოლი არის 0-ის, როგორც გითხრეს და გვეკითხებიან, აგრეთვე ვიცით m ტვირთის მასა და გვეკითხებიან m ერთგვაროვანი ღეროს მასას, რომელიც მოდით mx-ით ავნიშნოთ. და ეხლა მოდით აქ რა გვექნება, ჩავწეროთ რა ძალები მოქმედებს ამ სისტემაზე პირველ რიგში. ამ სისტემაზე იმოქმედებს ამ მასის სხეულზე იმოქმედებს მაგალითად აქ დავწეროთ ჩვენ mg სიმძიმის ძალა, აგრეთვე დაჭიმულობის ძალა, e დაჭიმულობის ძალა გვექნება აქ, აგრეთვე რაღაც გვექნება t დაჭიმულობის ძალა და თუ გავითვალისწინებთ ნიუტონის მესამე კანონს, ამ t დაჭიმულობის ძალას უნდა აწონასწორებდეს საკიდელის მხრიდან მოქმედი ძალა, ამიტომ აქაც გვექნება t ძალა, ანალოგიურად აქეთაც t ძალა. ხო, აქეთაც t ძალა, აქაც t ძალა შესაბამისად და რადგანაც ახლა გითხრეს ჩვენ რომ ღერო ერთგვაროვანი არისო, მასა და ცენტრი, ამიტომ მოვათავსოთ ამ ღეროს ცენტრში. ასე, რომელზეც იმოქმედებს mx-j სიმძიმის ძალა. შემოვიტანოთ შემდეგი აღნიშვნა აგრეთვე, მოდით აი ეს სიგრძე ავნიშნოთ d-ი, მას შესაბამისად mx-j-დან ძალიდან ბრუნის ღერძამდე მანძილი შესაბამისად იქნება 2d სტოლი, აი ეს იქნება 2d სტოლი. ანალოგიურად, აი აქედან აქამდე მანძილიც იქნება 2d სტოლი. და ჩვენ თუ ბრუნის ღერძს მიმართავ დადებით მიმართულებად ავირჩევთ საათის საწინააღმდეგო მიმართულებად, უარყოფით მიმართულებად ავირჩევთ საათის მიმართულებად და ჩავწერთ მომენტების წესს, კერძოდ პირველი მომენტისთვის გვექნება რომ ტოლი არის mx-j გამრავლებული ძალის მხარზე, რომელიც ტოლი იქნება ძალის მოდების წერტილამდე ბრუნის ღერძამდე მანძილი არის d სტოლი, 2d სტოლი, აქ გვაქვს 2d, უცრავად აი გვაქვს 2d გამრავლებული 2d-ზე და რადგანაც mx-j ძალა ცდილობს მობრუნებას მოატრიალოს ეს სისტემა საათის მიმართულებით და ეს ღერძი ბრუნის მიმართულება უარყოფითად გვაქვს აღებული, აქ მინუს ნიშანი დაგჭირდება, ამიტომ ანალოგიურად m2-ისთვის გვექნება რომ ეს ტოლი არის აი ეს ძალა, აი ეს t ძალა გამრავლებული ამ t ძალის მოდების წერტილიდან ბრუნის ღერძამდე მანძილამდე ან მხარზე, ამ წერტილიდან ბრუნის ღერძამდე მანძილი იქნება 4d, შესაბამისად გამრავლდება 4d და თუ გავითვალისწინებთ ნიშანს, აქ დაგჭირდება პლუს ნიშანი, რადგანაც t ძალა ცდილობს სისტემა მოატრიალოს საათის საწინააღმდეგო მიმართულებით და რადგანაც ახლა სისტემა წონასწორობაშია, შესაბამისად მომენტების ჯამი უნდა იყოს 0-ის ტოლი. m1-ის და m2-ის ჩასმით ამ ტოლობაში მივიღებთ რომ -mx-j გამრავლებული 2d-ზე დამატებული m2, ანუ t-ჯერ 4d, ტოლია 0-ის, ეს d-ები შევკვეცოთ, საიდანაც რა გამოგვივა ჩვენ გამოგვივა რომ 4p უდრის 2mxj-ს, ხო, 2mxj-ს, საიდანაც ტესტვის მივიღებთ რომ ტოლი არის mx-j ნახევრის და ახლა თუ გავითვალისწინებთ ჩვენ რომ ტელის ტოლი იქნება, მოდით დავაკვირდეთ, აი აქ გვაქვს t ძალა, t დაჭიმულობის ძალა, აქაც t დაჭიმულობის ძალა, რომელიც აწონასწორებს 2mj ძალა, შესაბამისად 2t ტოლი იქნება mj-სი სიდიდით, აქედან t ტოლი იქნება mj ნახევრის და ამ ტესტს შევიტანთ აქ, შესაბამისად გამოგვივა რომ mj ნახევარი თურმე ტოლი ყოფილა mxj ნახევრის. საიდანაც ორები შევიკვეცება, j-ები შევიკვეცება და აღმოჩნდება რომ ამ ჩვენი ერთგვაროვანი ღეროს მასა mx-ი ტოლი ყოფილა ტვირთის მასის. შესაბამისად პასუხი იქნება g.